ამასობაში 16 იანვარია ლარის კურსი ეკონომიკა და ხაზარაძე გადაგვარჩენს ეს იქნება ამ ვიდეოს თემა და ლაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ ჩემი გვერდი TikTok-ზე neonius 2020 ეს ერთადერთი აკაუნტი მაქვს აგრეთვე ჩემი YouTube არხი, Telegram არხი და Facebook გვერდი აგრეთვე გააკეთეთ დონაციები ანგარიშის ნომრები პროფილზე დებს და კომენტებშიც ვაგდებ ხოლმე ანდახან კიდენ არ კოპირდებო ხო, ლარის კურსი დაეცა, მოკლედ ეს დღეებია ეცემა 2.84-ია ეხლა. ხო, ამას აქვს გარკვეული სუბიექტური და ამწუხაროდ მე მგონი ობიექტური მიზეზებიც. თავარი შემოქმედი ამ ყველაფრის ჩემი აზრით არის ეს ქალბატონი რა. ქალბატონი ნათელა თურნავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტია თუ მოვალეობის შემსრულებელი ვერ გავიგე რა. და ამაზე ცალკე ვიდეოც მედო წინა გვერდზე თუ გახსოვთ ხო და ეს ეროვნული ბანკი რო რაღაცა манипуляციებს ატარებს და რაღაცას ყიდულობს ყიდის ამ დოლარს და ვითომ მარაგებს აკეთებს ეგ არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ჩემი აზრით რომ ლარის კურსი დაეცა ხო ქალბატონი ნათელა ეხლა ავსტრიაში იმყოფება იქ ვენაშია რაღაც ბანკირების ხადნიაკი და იყვება რა მაგრად მუშაობენ რა ხო და მუშაობა არ ვიცი და აი შედეგი ეს არის ახლა და ხო დღეს ფათაშორის აღარ გაუფასურებულა მაგრამ გუშინ წინ გაუფასურდა ხო ეხლა ობიექტური მიზეზები რა არის მოკლედ ტურისტში ქონდა შემცირება დეკემბრის თვეში სადღაც 10%-ით წინა წლის დეკემბერთან შედარებით ну ეს გასაგებია მიტინგების ფონზე და ამაზე შემცირდა განსაკუთრებით რუსული ტურისტების შემოსვლა შემცირდა რაც ბუნებრივია ეხლა ეგ ქვეყანაში მაიდანი როა დაანონსებული და ძახს არ ერქმევა საბაკას ყვირლით დარბის ხალხი რუსი ტურისტების რაღაც ნაწილმა ჩათვალა რომ არ არის უსაფრთხო საქართველოში მოგზაურობა და თავი შეიკავა ხო გზავნილებია შემცირებული ფულადი გზავნილები ამ გადმორიცხვები რა ჩვენი ემიგრანტებისგან 8%-ით არის წლიური მასში ჭრილში შემცირებული გადმორიცხვები ხო და განსაკუთრებით მკვეთრი შემცირება რუსეთიდან გადაგზავნილების რა 65%-ით შემცირდა რუსეთიდან ფულის გადმოგზავნა ხო რაც ძალიან ისეთი მაჩვენებელია დიდი რა ესე იგი $1,200,000 გადმოერიცხა 2023 წელს და ეხლა სადღაც 450 მილიონი. რითია ეს გამოწვეული? ხო, ნუ ერთი მხრივ ეს ტურისტების იმით და მეორე მხრივ იმითი, რომ 2022-2023 წლებში აქ ჩამოსული რუსები ხო გამოიქცენ ომი რო დაიწყო რა. ნაწილი დაბრუნდა უკან რა. ან სხვა ქვეყნებში გადავიდნენ მოკლედ. ვერ მოახდინეს საქართველოში ადაპტირება, ან რაღაც არ მოეწონათ და წავიდნენ რა და მან გამოიწვია ფულადი გზავნილების შემცირება. აგრეთვე იმან რომ რუსეთში ეკონომიკური მდგომარეობაც სანქციების ფონზე უარესდება შემოსავლებიდან, ნუ იქ ცხოვრები ქართველებიც ეთყობა ნაკლებ ფულს აგზავნიან. ხო, ეხლა ერთი წუთი წარმოვიდგინოთ, რომ გადატრიალდა ეს თავრობა და მოვიდა ხაზარაძე დაუშვათ, ხო? აგერ არის ჩვენი მამუკა, ეხლა ამერიკაშია. ხო, აი რა იქნება მაშინ რა აქვთ ეხლა აი მათ ხაზარაძის გუნდს დაანონსებული ამ რუსულ ხორცს რო არჭამს ანადოლიძეს და სასტავს რა რუსებთან სავიზო რეჟიმის დაწესება ერთი რუსებს უნდა დაუგზავნოთ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უძრავი ქონების ყიდვა და ბიზნესის რეგისტრაცია ხო ახლა წარმოიდგინეთ ეს ხო მინიმუმ გამოიწვევს ტურისტების რაოდენობის განახევრებას მინიმუმ რა ამ შემცირდება ფულის შემოდინება ამ მიმართულებითაც უძრავი ქონების კუთხითაც ხო ის პუტინის რეჟიმის გამოქცეული რუსებიც აქ არ ჩამოვლენ იმიტომ რომ ხა საკუთრება თუ არ შეიძინე და რაღაცა ბიზნესი ვერ აწარმოე აქ არ ჩამოხვალ ხო და აი როგორ გადაგვარჩენს ბატონი მამუკა აი დაუშვათ ამას რო გააკეთებს რუსებმა აი სულ არაფერი არ გააკეთონ საპასუხო არ და არ გონია ხა ეგეთი ჯიგრები იყვნენ რუსები რომ ამაზე არ უპასუხო ხო წავარაუდოთ იქ რაღაცას გადაგვიკეტავენ გადმოგვიკეტავენ ან ჩვენი პროდუქცია ვერ შევა ხო ან ფრენები შეწყდება ან რაღაცას იზავენ რა ხა საპასუხოდ ხო
აი მე ნახეთ თქვენ ლარის კურსი და ეკონომიკა რა. ხო. და სანამ ხაზარაძის მოყვანას გადაწყვიტავთ, ცოტა დაფიქრდით. იქნება არ ღირდეს. მადლობთ ყურადღებისთვის.